მოდი ხა დავიწყოთ ფრონტზე, შეგიძლიათ რომ რუკა გამოიტანოთ და მოდი ჩვენ ეს რუკის განხილვა დავიწყოთ უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევა, სადაც განხორციელდა, აი ბოლოს, როდესაც განვიხილეთ, ასე ვთქვათ, ეს რუკა ლაშკა მოვაცილე. ხო. მას მერე რა შეიცვალა, ეგ უნდა განვიხილოთ. და ჩვენ კი რაღაცა ბრალზგდებენ ხოლმე რომ მარტო სამხრივად აშუქებთო, მაგრამ მოდი ეს ყველაფერი ანალიზი დავიწყოთ იქიდან, სადაც უკრაინელებს აქვს წარმატებები, თქვენ გემახსოვრებათ რომ წინა წელს სანამ გავიდოდით ასე ვთქვათ შესვენებაზე ვამბობდით აი რამდენიმე ქალაქში რუსები შტურმს ახორციელებენ, უკრაინელებმა წარმატებული კონტრშეტევა მოახდინეს კუპიანსკზე და ეხლა ამ მომენტისთვის რუსებს ალბათ მაგ ქალაქის, სადაც ერთი 30-25% აქვთ ალბათ კონტროლ ქვეშ. ანუ ეს ქალაქი სანამ უკრაინელები კონტრშეტევას განახორციელებდნენ, ფაქტობრივად რუსებს აღებული ქონდათ არ ვიცი 90% თითქმის ამ. კი, ანუ ფაქტიურად თლიანად აი ხედავთ, ეს არის ქალაქი, აი კონტურები ჩანს ესე ლურჯად რაც არის უკრაინელებს უკავიათ და ეს ნარინჯისფრად უკავიათ, წითლად უკავიათ რუსებს, ხო? აი ეს ქალაქი ძირითად ნაწილში, აი ქალაქის ეს თავარი სხეული რაც არის, ეკავათ რუსებს. ეხლა კიდე რასაც ხედავთ, აი ეს წითელი ნაწილი, ეს კიდე რუსებმა გააფართოვეს ბოლო დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. მანამდე უკრაინელებმა. კი, მაგაზე მძიმე სიტუაცია იყო, ფაქტობრივად დაკარგეს, ნაპირებში იყვნენ გასულები რუსების და აი ეს კონტრშეტევა განახორციელეს რუსებმა დაახლოებით 2 კვირით წინ და ეს გზა, რომელიც ამარაგებს ამ მიმართულებას, ეს გადაუჭერეს უკრაინელებს და მაგის ხარჯზე შეძლეს ცოტა წინ წაწევა ქალაქის სიღრმეში. თორემ მანამდე უკრაინელებმა თითქმის მთელი ქალაქი გაანთავისუფლეს და ეს უნდა ითქვას, რატო მოხერხდა ასე ეფექტურად, აი ხედავთ, არის მდინარე. ანუ ეს ქალაქი განლაგებული არის, ქალაქის უდიდესი ნაწილი არის განლაგებული მდინარის დასავლეთ სანაპიროზე და ფაქტიურად რუსების მთელი ძალები მომარაგება კონცენტრირებული აღმოსავლეთ სანაპიროზე. რუსებმა ძალიან სარისკო სვლა გააკეთეს, აიღეს ეს დასავლეთ სანაპიროზე, ისე რომ ნახევრად კი არა, ფაქტობრივად ალყაში იყო ეს აქ მათი კონტინგენტი, აგერ ხედავთ აქეთ სამხრეთითაც უკრაინული ძალები ეკონცენტრირებული და ამ პირობებში დიდი უპირატესობა ჰქონდათ დარტყმის მომენტში და კი და მათ შორის უკრაინელებმა მან გადაისროლეს თავისი, ასე ვთქვათ, ელიტური დანაყოფები და შეიძლება ითქვას, რომ ლოკალური წარმატება მან უკრაინელებს ჰქონდა, თუმცა სრულად ქალაქის განთავისუფლება ვერ მოახერხეს და ფრონტის დინამიკის შეცვლა ვერ მოახერხეს. მაგრამ ლოკალური წარმატება სადაც იყო, ეგ შეგვიძლია აღნიშნოთ. კაი, ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ ფრონტის დანარჩენ მონაკვეთებზე. ფრონტის დანარჩენ მონაკვეთებზე ხა რა სურათია? ჯამში ფრონტის ძალიან დიდ სივრცეზე მიმდინარეობს რუსების აი რაღაცა ერთდროული შეტევები. ანუ შეტევები არის არა როგორც ვთქვათ ბახმუტში რო გვახსოვს რომ ერთ ქალაქს უტევდნენ და იქ იყო კონცენტრირებული, არამედ შეტევები მიმდინარეობს ზაპოროჟიეში, თან ზაპოროჟიესა ესე სამხრეთ დასავლეთი ნაწილიდან მიდიან და სამხრეთ აღმოსავლეთი ნაწილიდან. ძალიან მიუახლოვდნენ სხვათა შორის ზაპოროჟიეს. კი, აი მოდი დავიწყოთ მაშინ დნეპრის სანაპიროდან, აი წოდავ ზემოთ. ბოლოს ჩვენ როცა ვარჩევდით, აქ ეგეთი ქალაქი არის, გავადიდოთ თუ შეიძლება. აი კი ბატონო, ოდნავ აქეთ გამოწიე ხა. კი ბატონო, აი ეს ქალაქი არის სტეპნაგორსკი, რომელთანაც ალბათ რამდენიმე თვე მიდიოდა ამ ქალაქთან წინ და უკან ესეთი შეტევითი ოპერაციები, აქ იყო ეს ციტადელი, რომლის კონტროლის შედეგადაც უკრაინელები აქ თავის პოზიციებს ინარჩუნებდნენ და აი სადღაც აქ გადიოდა ფრონტის ხაზი. რუსებმა შეძლეს აი ბოლო ჩვენი განხილვის მერე ამ ქალაქის აღება, შეძლეს მას შემდეგ კიდევ უფრო ჩრდილოეთით პრიმორსკის ფაქტიურად მთლიანად დაკავება
და აქედან დაიწყეს უკვე აღმოსავლეთის მიმართულებით ესეთი მცირე სოფლები არის ამ მიმართულებით შეტევა. ეხლა რატო არის ეს შეტევა მნიშვნელოვანი? აი აქ ეხლა სადაც ფიზიკურად ვაჩვენებ. აქ არის განლაგებული უკრაინელების თავდაცვითი ხაზები. კონკრეტულად ამ რუკაზე არ არის ნაჩვენები, მაგრამ შემიძლია მე მგონი გამოვიტანო ეგ თავდაცვითი ხაზებიც რომ მე მოდი ეხლა რომ მაგის შეიძლება აგვერიოს, მაგრამ აი აქ არის არეხობა, რომელიც არის ფაქტიურად აი ამ მონაკვეთის, ფრონტის ამ მონაკვეთის მომარაგების ძირითადი ნაწილი და აი ეს შეტევა ჩრდილოეთიდან თუ შეძლებს რომ მიაღწიოს აი ესეთ დასახლებული იუნკოვკა არის ესეთ დასახლებული პუნქტი, ანუ აი ეს ტრასა, რითიც არეხოვა უკავშირდება ზაპოროჟიეს, ამის გადაჭრამდე თუ მივიდნენ, უკვე მთელი ზაპოროჟიეს ფრონტი აღმოჩნდება ჩამოშლის საფრთხის ქვეშ. პარალელურად უშუალოდ არეხოვას მიმართულებითაც ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს, აი ამ მიმართულებით, სხვათა შორის რატო არის საინტერესო ადგილი? აი ეს არის ცნობილი რობოტინო, თუ გახსოვთ, უკრაინელების კონტრშეტევა ზუსტად ამ ადგილას იყო, ანუ აი აქედან უნდა გაერღვიათ 2023 წელს და მელიტოპოლამდე გასულიყვნენ და გადაეჭრათ და ეხლა შემოტრიალდა სიტუაცია და პირიქით რუსები უტევენ არეხოვას მიმართულებით. ამოცანა არის შემდეგი, აი როგორც ეხლა დნეპრის მიმართულებიდან ხდება აღმოსავლეთის შეტევა, ისე აი რუსებმა დაიკავეს ქალაქი ეს ბევრად მნიშვნელოვანია. გულაიპოლე, ამაზე ცოტა დიდხანს გავჩერდებით, მაგრამ რო შევაჯამოთ, აი ეს ფრონტი და ეს ფრონტი ცდილობს სადღაცა ესეთ შუაში შეერთებას, რომ ფაქტიურად ზაპოროჟიეს ფრონტის ჩამოშლა მოხდეს და შეძლონ უკვე ქალაქ ზაპოროჟიამდე, ანუ როგორც მინიმუმ საარტილერიო ცეცხლი რომ მიწვდენადი იყოს და დრონები მაგ დისტანციაზე ამ ქალაქამდე მისვლა. აი შეგვიძლია რომ გულაიპოლეზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ. გარდა ძალიან მნიშვნელოვანი რუსებისთვის მიმართულება არის აი გულაიპოლეს მიმართულება. ბოლო 2 თვის განმავლობაში მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი აი ფრონტის მასშტაბისთვის მნიშვნელოვანი ქალაქების აღება. ერთ-ერთი იყო აი ეს გულაიპოლე, რომელიც ამ მხარეს ფრონტი უზრავად იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ძალიან სწრაფად დაიძრა დასავლეთ და აღმოსავლეთის. აი უბრალოდ რო გვესმოდეს წელიწადი და 4 თვის წინ მოხდა უგლედარის აღება რუსების მიერ. აი ეს უგლედარი მდებარეობს აი აქ. ან ფრონტი გადიოდა დაახლოებით აი ასე. და აი აქ იყო ფრონტი. აი ამ უგლედარს ვერ იღებდნენ წლები. აი ამ ხელა ტერიტორიის, აი აქედან აქამდე ტერიტორიის წინსვლა მოხერხდა დაახლოებით წელიწადი და 4 თვეში. ეს ახლა ხედავთ, რომ დაახლოებით იგივე მანძილია, რაც არის აი ზაპოროჟიეს ეს დარჩენილი ტერიტორია რო აიღო. ან ტემპი, რომლითაც კონკრეტულად ამ მიმართულებას და ეს მიმართულება არის ყველაზე მეტად აჩქარებული უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება ამ მიმართულებით რუსების შეტევა და გულაიპოლეს აღება მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე რუსებისთვის, რომ ეს არის ერთი საყრდენი პუნქტი და მეორე მომარაგების კვანძი ამ ლოკალურ მონაკვეთზე, აქედან გამომდინარე, ვის ხელშიც ეს პუნქტი მდება, ვისაც უჭირავს, მას ძალების კონცენტრაცია და შემდგომი შეტევის განვითარება უფრო უადვილდება. აქედან გამომდინარე, რუსები ამ მიმართულებას ეხლა ერთ-ერთ აქტიურ ყურადღებას აქცევენ. მეორე მიმართულება, რომელშიც ასე ვთქვათ, რუსებმა დაიკავეს მნიშვნელოვანი ქალაქები იყო აი პოკროვსკის და მირნოგრადის ტერიტორია, გახსოვთ ჩვენ ამაზე დიდი ხანი საუბრობდით, რომ ეს პოკროვსკი და მირნოგრადს უახლოვდებოდნენ რუსები და ეს მოზრდილი ქალაქებია, საყრდენი ლოჯისტიკური ცენტრებია აქ და საკმაოდ გამაგრებული ქონათ უკრაინელებს. დიდი ხანი უახლოვდებოდნენ, ეხლა მოხდა ამ ქალაქების დაკავება დაახლოებით 2 თვის წინ, მე იქ მიდიოდა წმენდა, ალყაში მოაქციეს და
მე წმენდა მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდი და ხედავთ ახლა უკვე ფრონტი გაცელილი ამ ქალაქების ტერიტორიას, ეს ქალაქები რუსების ამ ქალაქების გაცელის შემდეგ ასევე ხედავთ რომ ჩრდილოეთით უკვე აი პატარას დავამატებ რომ აი ეს ქალაქები ეხლა მაგალითად რო შეხვიდეთ და უკრაინულ რესურსებზე ნახოთ მაგალითად ყველაზე ცნობილი არის Deep State უკრაინელების იქ მაგალითად ამ ქალაქებზე ნაწილობრივ კონტროლს აფიქსირებენ ან უკრაინული მხარე მაგალითად ამ ქალაქების დაკარგვას არ აღიარებს. ოღონდ ფაქტია რომ უკვე მათ შემდეგ ეს დასახლებული პუნქტი რაც არის ეს გრიშნე დადასტურებები იდეები. კი, აი კონკრეტულად აი ამ ლოკაციებზე რომ მიდის უკვე ბრძოლები და მათ შორის უკრაინული მხრიდანაც იდება გეოლოკაციები, სადაც ისინი რუსებს უტევენ უკვე არა დაუშვათ ამ დასახლებულ პუნქტებში, ანუ პოკროვსკში. დიდი ხანია უკვე პოკროვსკიდან არაფერი არ დადებულა, არამედ მის შემდეგ არსებულ დასახლებულ პუნქტებში ხა ფაქტია, რომ ესენი თუ არ აიღეს და თუ არ გაწმინდეს, აბა აქ შეტევით ოპერაციებს როგორ ახორციელებენ. ანუ რეალურად რა მოხდა? საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე პიარულად ეს პოკროვსკი და მირნოგრადი წარმოადგენდა უკრაინელებისთვის ისეთივე სიმბოლოს, როგორც თავის დროზე ბახმუტი. ოღონდ როცა რუსებმა ეს დასახლებული პუნქტები აიღეს, რაღაცნაირად უკრაინელებმა ეგ ისე გადააგორეს, რომ აი ეს რაღაც მაგალითად გამოცხადებული წინააღმდეგობის მაგალითად ქალაქები თითქოს არ წყופილა რა. ხო, თითქოს ჯერ აღებული არის, არ არის რაღაც გაურკვევლად, უხმაუროდ გადაატარეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ქალაქები არის ამ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტები, იქიდან გამომდინარე, რომ აი აქ არის სლავიანსკ, კრამატორსკის უკანასკნელი დიდი საფორტიფიკაციო აგლომერაცია დონეცკში და ამის ზურგში შედიან ამ ქალაქების აღებით, იმიტომ რომ აი ხედავთ ამ სლავიანსკ კრამატორსკისკენ მიდის აი მხოლოდ აი ეს მომარაგების ორი მსხვილი გზა, იქაც დობროპილიეზე იყოფა, ან დობროპილიეს აღების შემდეგ ფაქტიურად ეს გზები მსხვილი მაგისტრალების სახით იკეტება, იქ ახლა სოფლის რაღაცა დაბალგამტარუნარიანობის მქონე გზები კი არსებობს, მაგრამ ეს მსხვილი მაგისტრალების სახით ეს დობროპილიეს აღებით იკეტება და მეორე ასევე მსხვილი მომარაგების გზა ხარკოვიდან მოდის აი ამ ტერიტორიაზე ლიმანთან ახლოს. აი ამ ორი გზის ჩაკეტვის საცეცხლე კონტროლში აყვანის შემთხვევაში, საკმაოდ რთულდება სლავიანსკ კრამატორსკის მომარაგების ხაზი და აგერ არის კიდე ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი სამხრეთით კონსტანტინოვკა, რომელსაც რუსები ახლა ასევე უტევენ და მის ტერიტორიაზე არიან, ტერიტორიაზე შევიდნენ უკვე და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი მაგ ქალაქის მათ კონტროლქვეშ არის, ქალაქის ბრძოლები მიმდინარეობს და ამის აღების შემთხვევაში უკვე გავლენ კრამატორსკის მიმართულებაზე არსებულ პატარა დასახლებებზე. ეხლა ჩრდილოეთის გზა, მეორე მომარაგების გზა, რომელიც ამარაგებს ამ დიდ ხოთაშორის სანამ ზემოთავალთ სევერსკის მიმართულებაზეც რო ნახოთ, სევერსკი ძალიან დიდი ხანი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე კარგად გამაგრებულ მიმართულებად და რაღაც ორ კვირაში დაეცა ქალაქი სევერსკი, ხო, თენახევრის წინ დაეცა სულ რაღაც და აქიდანაც ესეთი ეტაპობრივი წინსვლა ხდება და სლავიანსკის და კრამატორსკის მიმართულებით ეს აღმოსავლეთი მიმართულება ნელ-ნელა წინ მიიწევს და ეხლა ლიმანზე შეგვიძლია რომ ეხლა ლიმანის მნიშვნელობა აგერ არის ლიმანის ტერიტორიაზეც უკვე რაღაცა მისადგომებთან მიმდინარეობს ბრძოლები ფიქსირდება, მაგრამ გეოლოკაციები იყო თვითონ ლიმანის ტერიტორიაზეც, მაგრამ აი ალბათ დივერსიული ჯგუფები შედიან, გამოდიან. რომ რაღაც დივერსიული ჯგუფები ფიქსირდებოდნენ, მაგრამ ჯერ უშუალოდ ლიმანის ტერიტორიაზე რამდენად მიდის მძიმე ბრძოლები ეს არ ვიცით, მაგრამ ეს ნახევარ ალყაში ექცევა უკვე ლიმანი და ლიმანი პრობლემურია უკრაინის თავდაცვისთვის, იმიტომ რომ ლიმანის აღების შემთხვევაში აი აქ არის მდინარე სევერსკი დონეცი, ეხლა მდინარის გადმოლახვა შეიძლება მარტივი არ იყოს, მაგრამ მდინარემდე მისვლის შემთხვევაში ეს გზა მეორე მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი გზა სლავიანსკისთვის საცეცხლე კონტროლის ქვეშ, დრონების კონტროლის ქვეშ მაინც ადის.
სლავიანსკ კრამატორსკის თავდაცვით ხას ჭირდება ძალიან დიდი რაოდენობის მომარაგება. ეს არ არის პატარა ტერიტორია, ეს არის ასეულობით ათასიანი მოსახლეობის ან ჯამში. აქ თუ არ ვთქვი თითოა, ნახოთ 100.000-იანი მოსახლეობა ყავდა ამ ქალაქებს, ასე რომ დიდი ქალაქები. ეს არის დიდი ქალაქები და ეს არ არის მხოლოდ ქალაქები, მათ აგერ ხედავთ პატარა დასახლებული პუნქტების თელი ჯაჭვია მათ გარშემო და ეს ყველაფერი არის კარგად გამაგრებული ფაქტიურად ციხესიმაგრეები. ამათ მომარაგებას, ამათ დაცვას ჭირდება უზარმაზარი კონტინგენტები, მათ მომარაგებას ჭირდება უზარმაზარი კონტინგენტები. ამიტომ ეს გზები არის სასიცოცხლო მნიშვნელობის გზები და მათი დაკარგვა უკრაინისთვის სერიოზული პრობლემა იქნება. და ერთი მომენტი არის კიდევ, აი ეხლა ეს მაგალითად არაჩვენებს ტოპოგრაფიულ მონაცემებს, ანუ სიმაღლეებს და დაბლობებს. მაგრამ როგორც კრამატორსკი, ისე სლავიანსკი არის განლაგებული დაბლობში, აი მდინარე ხეობაში არის. და მათ აღმოსავლეთით, ანუ აი ეს ტერიტორია არის სიმაღლეები, ან ფაქტიურად ამ მომენტისთვის ეს არის სტრატეგიული სიმაღლეები და ძალიან ესეთი აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიდის ზუსტად ამ მონაკვეთზე და რატო არის ეს მნიშვნელოვანი? თუ რუსებმა შეძლეს აი ამ ტერიტორიის აღება, რომელიც ფაქტიურად პატარა დასახლებული პუნქტებით არის, ანუ რაღაც დიდი აგლომერაცია აქ არ არის, სადაც შეიძლება რომ რაღაცა ნახევარი წელი გამაგრდნენ ან რაღაც. აი ამ სიმაღლეების აღება თუ რუსებმა შეძლეს, აქედან უკვე პირდაპირ საარტილერიო ცეცხლი და კონტროლი შესაძლებელი გახდება უკვე ამ დასახლებული პუნქტების და მათში მიმავალი გზების მიმართ. ანუ რომ შევაჯამოთ, ნუ იქ არის კიდე დაუშვათ შეიძლება ითქვას, რომ აი აქ ვოლჩანსკში მოხდა თლიანი ქალაქის აღება და ეხლა სამხრეთისკენ მიდიან. ეს საკმაოდ დიდი ხანი ეს ფრონტის მონაკვეთი გაყინული იყო და აქაც ნუ აი მარტივად რო ვთქვათ, აი ესე გადიოდა ფრონტის დინარეზე გადიოდა, ეხლა ნუ მთლიანად ქალაქი აიღეს და სამხრეთისკენ მიდიან. დარჩა ქალაქისგან, ქალაქის. კი, მაგრამ აი მთავარი მაინც არის შემდეგი. არის ორი მიმართულება, რომელიც იქნება 2026 წელს მნიშვნელოვანი. თუ ტემპი როგორიც არის, ისეთი შენარჩუნდება 2026 წლის განმავლობაში, ეს ზაფხულის კამპანია იქნება, შემოდგომის კამპანია, ანუ შემდეგი ახალი წლისთვის თუ არც დაუშვათ დაიდო ზავი და გაგრძელდა საბრძოლო მოქმედებები, რუსებს პრინციპში შეუძლიათ გადაჭრან ორი მნიშვნელოვანი ამოცანა. ერთი ფიზიკურად მივიდნენ ზაპოროჟიემდე, აიღონ არა. ანუ აი უახლოეს უკვე საბრძოლო მოქმედებები რო იწყება მაგდონემდე მიუახლოვდნენ ზაპოროჟიას ერთი. მან პრობლემა რაშია, იცი, უბრალოდ ზაპოროჟიეს როგორც კი მიუახლოვდები, მისი დაცვა უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია. დინარეზე ხიდები დინარის აქეთ არის. კი, მაგრამ ნუ ტემპი როგორიც არის, მან რა ჯარსაც ჩატოვებ, ჩათვალე. კი, მაგრამ აი მან მოდი ეხა რა ზაპოროჟია რამდენი ხანი გაძლებს და როგორ წინააღმდეგობას გაუწევს მაგაზე შეიძლება სხვადასხვა აზრი იყოს, მაგრამ აი რაც კეთებადი არის, აი სამხრეთ მიმართულებაზე რაც ახსენით, აი შოთამ ძალიან დემონსტრატიულად აჩვენა უგლედარიდან რა მანძილის დაფარეს რუსებმა, დაახლოებით იგივე მანძილი თუ გაგრძელდა ამ ფრონტის მოძრაობა და აქაც ისე განვითარდა მოვლენები, როგორც ჩვენ ვთქვით, ნუ ზაპოროჟიეს მისადგომებთან იქნებიან ერთ წელიწადში და სლავიანსკ კრამატორსკის მისადგომებთან იქნებიან ერთი წლის თავზე. ანუ მე ხა პირადად, ნუ ეგ როგორ არის, ხა პროგნოზები უმადური საქმეა და შეიძლება სხვანაირად განვითარდეს, მაგრამ ტემპი რანაირიც არის, დინამიკა ერთ წელიწადში რუსებისთვის გადაჭრადი ამოცანაა, რომ ზაპოროჟიეს და სლავიანსკ კრამატორსკის მისადგომებთან იდგნენ უკვე და ფაქტიურად მაგ ქალაქების штурმი იყოს დაწყებული. თუ არ მოხდა ზავის დადება, ეხლა მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, მაგაზე ვთქვათ, არ ვიცით რა მიმართულებაა რეალური. დონეცკის მიმართულებით სავარაუდოდ, დონეცკის ოლქის მიმართულებით სავარაუდოდ რუსები ეცდებიან აი ამ ტერიტორიის დაკავებას, აი დობროპილიეს მიმართულებით დაკავებას.
და აქედან განვითარება საკუთარი კონტროლის იმისთვის, რომ სლავიანსკ კრამატორსკი მოაქციონ სამხრეთიდან ნახევარად ალყაში და მოაქციონ აი ლიმანის აღებით და შემდეგ აი ამ გზის გადაჭრით ეცდებიან ჩრდილოეთი და მოაქციონ ნახევარად ალყაში და ერთგვარი ბლოკადის მსგავსი უზრუნველყოფა პირდაპირ შტურმი აი ამ ქალაქებს უბრალოდ მისადგომებთან მისვლა და მე პირდაპირ ფაქტიურად კედლის განგრევა, ზედმეტად ხარჯიანი რთული ამოცანა, რასაც ახლა რუსები ბოლო პერიოდში, ბოლო 2 წლის განმავლობაში რა ტაქტიკასაც მიმართავენ, ისინი აუცილებლად ჯერ ჭრიან ხოლმე კომუნიკაციებს, ცდილობენ ალყაში აქცევენ. ალყაში, ნახევრად ალყაში აქცევენ, ცდილობენ იქ რესურსების შიმშილი შეუქმნან და შემდეგ გადავიდნენ უკვე უშუალოდ შტურმზე. მაგიტომ ფიქრობ, რომ აი ამ მიმართულებით განავითარებენ შეტევას.